დადგა დეკემბერი და დეკემბერში ყველამ ვიცით, რომ ჩვენი აზრი გარბის უფლის კვართის უპირველეს საბრძანებლოში და უპირველეს ტაძარში, სვეტიცხოვლის ტაძარში. ჩვენი აზრი, გონი და ემოცია გადის 1977 წლის 25 დეკემბერზე, როდესაც საქართველოს მორწმუნებრეულმა და ზენარმა საპატრიარქო ტახტზე აღიყვანა და კათოლიკოს პატრიარქის მიტრა დაადგა. სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ ყველასთვის უკვე საყვარელ მთავარს ილია მეორეს. 1977 წლის 25 დეკემბერი და სულ მალე ისევ იქნება გაჩახჩახებულ მცხეთაზე და კათოლიკოს პატრიარქის აღსაყრების 39 წელს იზიარებს საქართველოს. ზუსტად აქ ამ დარბაზში 16 წლის წინ მიხმოუწმინდესმა პატრიარქმა და გამარჯვო მისი სურვილი, რომ შექმნილიყო ნამდვილი მონუმენტური წიგნი საქართველოს შესახებ, ქრისტიანული ცივილიზაციის უძველესი ქვეყნის შესახებ, მისი ისტორიის ანალების, სულიერების, თანამედროვეობის შესახებ. ევროპა აზიის გზაჯვარედინზე მდებარე, რელიგიათა და კულტურათა გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს შესახებ. ამ ხით აქტიურად იწყება საზეიმო ღონისძიებანი, რომელიც ეძღვნება მისი უწყლესობის და უნეტარესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის აღსაყრებიდან 39 და დაბადებიდან 94 წლის თავს. როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ ტრილოგიაზე და ამ მართლაც გამორჩეულ წიგნზე, არ შეიძლება არ დავიწყოთ იმით, რა ხდებოდა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში 39 წლის წინ. ერთადერთი გამოდიოდა საეკლესიო კალენდარი, ისიც შეზღუდული ტირაჟით, ისმა უწმინდესობა ამ 39 წლის მანძილზე ტიტანური შრომა გასწია საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის იმ როლისა და მნიშვნელობის ქართველი ხალხისათვის დასანახებლად პირველ ყოვლისა და შემდეგ ზოგადად მსოფლიო მართლმადიდებელი სამყაროს დასანახებლად, რაც ჩვენ ეკლესიას ჰქონდა. ეს ტრილოგია გამოხატავს ჩვენს ინტელექტს, ჩვენს პოტენციალს, რა შეუძლია ქართველს გააკეთოს. როგორი დონეა ჩვენი აზროვნების და მართლაც შედეგი ჩვენს წინაშეა საოცარი შედეგი.